გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ თინა თინუხაძე და ეს ჩემი პერსონალური ვლოგია CEO-ს ამბები, CEO Tales. ტრადიციულად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს პირველად შემომიერთა და ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც უკვე რეგულარულად მოდევნებთ თვალყურს. დღევანდელი თემა შინაგან мотивაციას ეხება. გარშემო ძალიან ბევრისგან მსმენია ამ ბოლო დროს იმის შესახებ, რომ მუშაობის мотивაცია დაკარგეს, რომ ის საქმეს, რომელსაც მთელი გულით აკეთებდნენ დღეს ძალიან დიდი ძალისხმევით აკეთებენ, ის რომ მიღებული შედეგები მათ სიხარულს და სიამოვნებას არ ანიჭებს. თუ გაიხსენებთ ჩემს პირველ ვლოგს, სწორედ ამ თემას და ჩემს პირად მდგომარეობას, ემოციურ მდგომარეობას აღწერდი, ზუსტად იგივე ტერმინებით, და მე ამას ფუნქციური დეპრესია დავარქვი. ამ მდგომარეობას, როდესაც შენ ფუნქციური ხარ, თუმცა სიხარულს ის ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდი და ძალიან დიდ სიამოვნებას, სიხარულს, თვითრეალიზაციის შეგრძნებას გაძლევ და ამ სიხარულს ვეღარ გრძნობ გაკეთებული საქმე. და დღეს მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, როგორ გამოვედი მეორე მხარეს, ნათელ მხარეს, როგორ დავიბრუნე мотивაცია. თუ თქვენ мотивაცია დაკარგეთ, პირველი რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ეს არ არის мотивაციის შესახებ. ანუ კითხვები საკუთარ თავთან, რატომ დავკარგე мотивაცია, როგორ დავიბრუნო мотивაცია, სწორი არ არის, იმიტომ რომ სინამდვილეში мотивაციის დაკარგვა ნიშნავს უფრო შედეგია, ვიდრე წინაპირობა. და მე ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ შენ სინამდვილეში мотивაცია კი არ დაკარგე, შენ დაკარგე იმის საზრისი, ანუ იმ საქმის მნიშვნელოვნების შეგრძნება, რომელსაც შენ აქამდე აკეთებდი. ეს განსაკუთრებულად მძაფრად არის ხოლმე უფრო მაღალ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებისთვის, CEO-ებისთვის, დამფუძნებლებისთვის და ლიდერულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების, ტოპ მენეჯმენტში მყოფი ადამიანებისთვის. რადგან უკვე განვითარების ამ ეტაპზე ამ ადამიანებისთვის ფული, უფრო მეტი შემოსავალი მიღწევების სტატუსი აღარ არის ის, რაც მათ ასტიმულირებს. მათი მთავარი კითხვა არის იმაში, რომ საერთოდ რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. და როდესაც აქ ჩნდება გამოწვევა, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მნიშვნელოვნება იმ საქმის, რომელსაც აკეთებ, ან არ გაქვს პასუხი იმაზე, რატომ იხარჯები, რატომ დგები ყოველდღიურად, რატომ მიდიხარ, ყველა დანარჩენი სტიმულები, როგორც უკვე აღნიშნე, ფული, სტატუსი, წარმატების შეგრძნება, ეს მიღწეული შედეგები გარკვეულწილად უფასურდება. და ზუსტად ალბათ ეს იყო წინაპირობა იმისი, რომ მეც არ ვარ გამონაკლისი ამ ბოლო პერიოდში დაკარგული მქონდა мотивაცია და ნამდვილად რაც მე აღმოაჩინე ის იყო, რომ ეს არ იყო ის, რაც ეს არ იყო გადაწვა, ეს არ იყო შედეგებით უკმაყოფილება, ეს არ იყო გამოწვევები, რომელსაც არაერთხელ გამკლავები ვარ, ეს იყო მართლაც უდიდესი კითხვის ნიშანი ჩემს თავთან, ღირს თუ არა იმის კეთება, რასაც ვაკეთებ აქამდე და ვაკეთებდი აქამდე დიდი სიხარულით. ეს პროცესი, მე გითხარით, რომ პასუხები ვიპოვე ჩემს კითხვებზე და ნათელ მხარეს გადმოვედი მეთქი, მაგრამ ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ეს დიდი ხანი, თითქმის 1 წელი გაგრძელდა ეს მდგომარეობა და სულ ახლახანს დავიბრუნე შინაგანი ძალა და ენერგია. ამას დასჭირდა ძალიან ბევრი რეფლექსია, მედიტაცია, ფსიქოლოგთანაც სიარული, მეგობრებთან საუბარი, თანამოაზრეებთან გაზიარება რაღაცეების და ეს მუდმივი შინაგანი ძიება. და ნამდვილად ეს ერთ წამში არ მოსულა. თუმცა შემიძლია მთელი ჩემი გზა 3 კითხვაში შევაჯამო, რომელიც შეიძლება თქვენც დაგეხმაროთ. პირველი და მთავარი კითხვა არის ის, როდის და რატომ დავკარგე მნიშვნელოვნების შეგრძნება იმ საქმის მიმართ, რასაც მე ვაკეთებ. ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა. და აქ თითქოს ძალიან ნათელი იყო პასუხი, რომ აი აქ ამ ქვეყანაში, როდესაც ასეთი გამოწვევები გვაქვს, როცა ადამიანები თავის თავისუფლებისთვის იბრძვიან, რა დროს ბიზნესების დახმარება, რა დროს ორგანიზაციების მხარდაჭერა არის, რა დროს კვლევა, მაგალითად, ხო? ანუ ეს კითხვები
ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიშთა უბრალოდ საკუთარ თავთან ამასთან მიმართებაში, რომ ანუ რა აზრი აქვს ამას და არა მარტო საქართველოში მიმდინარე პროცესებმა, ანუ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებმა თითქოს თავდაყირა დადგა ქვეყანა მტერი, მეგობრატი გახდა, მეგობარი რომელიც გეგონა უცნაურია და თითქოს მტერი გახდა. ანუ ეს მოცემულობა, რაც სამყაროში გარშემო ხდება, და ეს ცვლილებები ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან სერიოზულ ემოციურ დარტყმას მაყენებდა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ანუ პირველს პასუხი გავეცი, ხო, რატომ დავკარგე და როგორ დავკარგე ამის აზრისი, მაგრამ მეორე მთავარი კითხვა იყო ასეთი, რომ ეს მართალია, რომ თუ ეს მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში ხდება, მართალია ის, რომ მე რასაც ვაკეთებ, ამას აზრი აღარ აქვს ამ სამყაროში, რომელიც თავდაყირა დადგა სამყაროში, სადაც ადამიანების ფასი განულდა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება აღარ არის უპირობოდ მოცემული, ხო, და სადაც ყოველდღიურად, აი, პატარ-პატარა რაღაცებზე თავისუფლების პატარა ნიშნების შენარჩუნებაც კი უკვე პრობლემა გახდა. როცა ამდენ უსამართლობას ხედავ, ამდენ ჩაგვრას ხედავ, აქვს კი ამას აზრი. ანუ ეს მართალია, რომ ჩემს საქმეს და ჩემს იმას, რაც მე ვუძღვნი ჩემ თავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნამდვილად მართალია ეს თუ ეს ჩემს წარმოდგენაში ხდება. აი აქ ეს კითხვები რომ დავსვი ჩემ თავთან, ცოტა კიდე ეჭვი შემეპარა, რომ იქნებ არც ისე მართალია, რასაც მე ვამბობ, იმიტომ რომ რთული დრო არსებობს, იმიტომ რომ ომშიც კი ადამიანები თავის აზრის მიყვებიან და არ წყვეტენ ფუნქციონირებას, რომ კარგი და ცუდი დრო რეალურად არ არსებობს, როდესაც შენ საქმეში ხარ და შენს იმას აკეთებ, რაც შენი პიროვნული მისია იმ საქმეს ემსახურება, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მოვიდა ფაქტობრივად მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომ მზად ვარ, რომ სანამ ეს სამყარო არ გახდება უკეთესი, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაბრწყინდება, სანამ ისეთი არ გახდება სამართლიანი, ჰუმანური ეს სამყარო, მე ჩემს აზრზე უარი ვთქვა, თუ ან გადავავადო და თუ გადავავადო, მაშინ რამდენი ხნით, ხო, რას უნდა დაველოდო, როდის გახდება ეს სამყარო უკეთესი და აქ მოვიდა ზუსტად მესამე კითხვაზე ნამდვილი ჩემი პასუხი და აღმოჩენა, რომ მე სინამდვილეში არ შეიძლება ველოდო იმას, როგორი გახდება სამყარო. თუ და მე არ შეიძლება ვთქვა უარი ჩემს ფასეულობებთან და ჩემ მისიასთან, არ შეიძლება რომ დავკარგო კავშირი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე აღარ ვიქნები და მე გავნადგურდები. და გარდა ამისა, ის, რასაც მე ვაკეთებ და რაც არის ჩემი, შეიძლება ფორმა შეიცვალოს, შეიძლება საქმიანობის სახე შეიცვალოს, მაგრამ არსი მნიშვნელოვნებას ნამდვილად არ კარგავს არც ერთ მომენტში, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ. და არც ფასეულობები და არც ჩემი საზრისი არ პატარავდება იმასთან მიმართებაში, რა ხდება გარეთ. ეს იყო ჩემი აღმოჩენები, რომელიც ძალიან ემოციური იყო, ძალიან გრძელი გზა გავიარე იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყავი და შინაგანი რაღაც სინათლე და სხივი დამებრუნებინა. არ ვიცი თქვენ გრძნობთ თუ არა იმას, რასაც მე ვამბობ, რომ შიგნიდან ჩემი თვლით პირველი ვიდეოდან დღემდე, ანუ სერიოზული ტრანსფორმაცია მოხდა ჩემს შიგნით და მე ვფიქრობ, რომ აი ამ მომენტიდან მე ვიპოვი ძალას იმისას, რომ მართლაც ყველაფრის მიუხედავად მე გავაგრძელო სიხარულით იმ საქმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი და მივიღო ამისგან სიამოვნება და მოვიტანო ის სიკეთე ამ სამყაროში, რისთვისაც მე გავჩდი და რაც მიმაჩნია ჩემს მისიას და ჩემ მთავარ საზრისად. გისურვებთ თქვენ თუ დაკარგული გაქვთ мотиваცია დაბრუნებას, თუ არა და თქვენი ფასეულობებით და თქვენი მისიით ცხოვრების გაგრძელებას. წარმატებები მომავალ შეხვედრაზე.